რუსთავ ქალაქობის კვირაულის ფარგლებში კონკურსი წლის საუკეთესო ეზო გრძელდება. ამჯერად საუკეთესო ეზოებად მე-12 მიკრორაიონის მეორე კორპუსი და მე-18 მიკრორაიონის მე-12 კორპუსი დასახელდა. მოსახლეობა მიწვეულ სტუმრებს სხვადასხვა საცეკვაო და მუსიკალური ნომრები შესთავაზეს. ღონისძიებაზე მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ. კორპუსის მაცხოვრებლებს ქალაქის ხელმძღვანელი პირებისგან გამარჯვებულის ტიტული და სპეციალური საჩუქარი ტენისის მაგიდა გადაეცათ. კონკურსი ქალაქში წელს პირველად ჩატარდა. გამარჯვებული ეზო კი 10-ვე მუნიციპალიტეტში გამოვლინდა. როგორც ორგანიზატორებმა განმარტეს, წლის საუკეთესო ეზო ტრადიციულ სახეს მიიღებს და მომავალ რუსთავ ქალაქობის დღესასწაულზეც ჩატარდება. კორპუსები ერთმანეთს შეეჯიბრებიან. ვის უფრო ექნება კარგად დასუფთავებული ეზო, ვინ უფრო იქნება მეგობრული. და ნახეთ თქვენ რომ ახლა ჩვენ ამ შემთხვევაში გვაქვს ზუსტად მრავალეროვანი ეზო. აქ ცხოვრობენ აზერბაიჯანელები, სომხები, ქართველები და ყველანი ესენი არიან ძალიან შეკრულნი. ტრადიციად უნდა ვაქციოთ ჩვენ, თუ გვინდა რომ მოსახლეობასთან ერთად გარდა იმისა, რაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრულდება და მომავალში შესრულდება, გარდა ამისა, აი ეს ახალისება მისცემს ზუსტად საშუალებას მოსახლეობას, რომ მომავალშიც მათ თავიანთ ეზოებზე ზუსტად ისე იზრუნონ, როგორც აი მათ შორის ერთ-ერთი ეზოა დღეს. ახალი ინიციატივა, რომელიც წლევანდელ წელს დაინერგა რუსთავ ქალაქობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გამართლება პოვა, 10 საუკეთესო ეზო აღმოვაჩინეთ. ეს აღმოჩენა მოხდა მერის წარმომადგენლისა და მაჟორიტარის მიერ. ფიქრობ, რომ ამ ინიციატივამ მართლა წარმატებულად ჩაიარა. გამარჯვებულად ჩავთვალეთ მე-18 მიკრორაიონის 12 ნომერი ბინა და სიმბოლურ საჩუქარს ტენისის მაგიდას გადავცემთ. იმედია, სხვა ბინებიც ამას გაითვალისწინებენ და მომავალში უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ თავიანთ ეზოებს. ჩვენ ქალაქი შეძლებს დაგვარად ყველანაირად გვერდში დაუდგებით, რომ რაღაც ახალი გავაკეთოთ ყველა ეზოში.